დროშების რევოლუცია. დღეს ორი დროშით ვარ წარმოდგენილი. ეს საქართველოსი, ეს უკრაინს. ერთი კვირის წინ ერთ ჩემ კოდს მეზობელს ვეუბნებოდი 4 ოქტომბერს დაგამხობთ მეთქი, მოემზადეთ თქო და დამცინოდა და დღეს შემხვდა გუშინო ჩემ შულთან მოვიდნენ სტუმრებიო, მისი მეგობრებიო და ყველა 4 ოქტომბერზე ლაპარაკობს, როგორ აგიწევიათო ხალხი. კი ბატონო, აგვიწევია ხალხი. წინა ვიდეო ხო ნახეთ ჩემი როგორ ჩაისვარა ჩაალეკო ელისაშვილ და გირჩის პარტიის წევრი, უბრალოდ ამორჩეველი კი არა, პარტიის წევრია, თან აქტიური პოლიტიკოსი გონია თავისთავი პოლიტიკოსი როგორია ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია 10,000 გამომწერი რო ყავს Facebook-ზე, ეს არის კიდევ მეორე ტრაგედია ადამიანს, რომელსაც ორ სიტყვაში იჭრება. ორ სიტყვაში ისე ჩაიჭრა, რომ გაიქცა ეთერიდან. რო გავთ ისე ჩაწერა, მე კიდე გავაგრძელეთ საუბარი და იქ იმაზე უფრო ბევრი და მეტი სისულელე ილაპარაკა, ვიდრე ჩაწერილი. ასეა ყველა ზღაპარი ნაცებზე და მიშაზე, ყველა რუსული ზღაპარი ნაცებზე და მიშაზე დაიშალა. იშლება ასევე ის, რომ ვითომ და თითქოს ჩვენ ბელადომანები ვართ. რამდენჯერაც ბელადომანიას მიწერდნენ კომენტარებში ჩემ ვიდეოების ქვეშ, იმდენჯერ წერდი, რომ მოდი შენ გააკეთე საქმე და შენი სტიგა ხდები მეთქი. როგორ გადავიქეცით უცებ მიშისტები ხაბეისტებად. დაიჭირეს ხაბე, ახლა ბურჭულაძისტები ვართ. თუ პაატაისტები. დაიჭერენ პაატას, გავხდებით კიდე ვიღაცისტები. დაიჭერენ იმ კიდე ვიღაცას, მე გავხდები რევოლუციის ლიდერი, გახდებიან ვიღაცაები ელისოისტები. ჩვენი იმასისტები ვართ, ვინც ლიდერია, საქმის კეთება შეუძლია. ვინც საქმეს ითავებს, ვინც პასუხისმგებლობას იღებს, ვისშიც ვგრძნობთ პოტენციალს, რომ ბოლომდეა წამსვლელი, რომ არის საქმის გამკეთებელი, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დევიზი. იყო ყოველთვის მაშინ იმ 9 წლის ოქროს, 9 წლის დროს და არის დღემდე და იქნება. მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი, უბრალოდ მნიშვნელოვანია კი არა, რომ შეგვიძლია საქმე გავაკეთოთ. რომ მართლა ვართ ბოლომდე იმის გამკეთებლები, რასაც ვამბობთ. რომ მართლა შეიძლება ჩვენ გამოვყვნენ. ბევრი იქნება რუსთაველზე ესეთი ჩანერგილები, რომლებიც ვითომ რევოლუციონერები არიან, მაგრამ აქით შემოგვიტევენ. მოვლენ იქ იმისთვის, რომ ხალხი შეაშინონ, რაღაც დებილობები ილაპარაკონ, რომ მაინც არ გამოგივათ, ამას რატო აკეთებთ, ესე არ ვქნათ, ესე არ გვინდა, ეს ცუდია. გააკეთებენ ყველაფერს იმას, რასაც აქამდე აკეთებდნენ. აქამდე რო აკეთებდნენ, გამოზდიოდათ, იმიტომ რომ NGO-ები იყვნენ. ბიძინას არ ვიცი მიხვდა თუ არა რამხელა სიკეთე გააკეთა იმით რომ NGO-ები დახურა და ადაღა და შეუზღუდა მათ თანხების მიცემის საშუალება. მთელი 13 წელი ბიძინას, ეს ნათქვამი მაქვს ბევრჯერ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიძინას არსებობას აგრძელებდნენ NGO-ები. ბიძინა დაგვეხმარა ჩვენ იმ ხალხს, ვისაც გვინდა მისი დამხობა და ვისაც შეგვიძლია მისი დამხობა, დაგვეხმარა იმით, რომ NGO-ები თითქმის გააუქმა. ბიძინა დაგვეხმარა იმით, რომ დაერია თავისიანებს
ძალიან მსხვილი ბიზნესმენები, ზოგი გააქცია, ზოგი გაქცევის პირას ამიყვანილი, ზოგი ისეთი გაბრაზებულია ბიძინაზე, რომ არ უნდათ რომ დაეხმარნონ 4 ოქტომბერს და არ უნდათ რომ დაიცვან. ძალიან კარგი მაგალითია ნოშრევან ნამორაძე, რომელიც ჯერ კიდევ დეკემბერში 1 წელიც კი არ გასულა იმის მერე, რაც იძახდა, რომ ბიზნესი თავისუფალია 12 წელი არავინ არ გვახჯებსო და ისე შეექნა საქმე, რომ საერთოდ ყველაფერი დაატოვებინეს. ქონება ააცალეს ბოლო კაპიკამდე ისეა გაქცეული. ნოშრევან ნამორაძე აფინანსებდა ტიტუშკების რაზმებს. ეგ ტიტუშკები დაშლილები არიან დღეს, არავინ არ აფინანსებს. გაქცეულია ხარება და მისი რაზმებიც ვინ გაქცეულია, ვინ უსაქმურია, ახლა ამ კალაძის რაზმებში არ არიან. ტიტუშკები, რომლებიც ჯერ კიდე სადღაც არიან, მაგრამ გრძნობენ, რომ უკვე ეწვით, რომ ვერ გაიმეორებენ იმას, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ასეთები ძალიან ბევრი მიდის ქვეყნიდან 4 ოქტომბრისთვის აქ რო არ იყოს და იმისთვის, რომ თავიანთ უფროსებმა ვერ აიძულონ იმის გაკეთება, რასაც აქამდე აიძულებდნენ. ტიტუშკების პრობლემა მოხსნილია. ანუ რაღაცა შავებში გადაცმული ტიპები, უკნიდან რო გვეპარებოდნენ და სახეში რო გვირტყამდნენ წიხლებს, აი ახლახანს პოლიციელის შვილმა იარაღი რო ამოიღო და ლევანჯობამ რო გაანეიტრალა, ამის გამო ახლა ისევ ლევანჯობავას იჭერენ. მაგრამ ასეთებიც კი, როგორც ის პოლიციელის შვილია, ჯერ ხო ნახეთ როგორი საწყალი იყო. და როგორ თავზე ხელს იკიდებდა და ეს რა ვქენიო ეწერა სახეზე. არა აქვთ არანაირი мотиваცია. შესაბამისად, ეს პრობლემა მოხსნილია საერთოდ. GDD-ს პრობლემაც მოხსნილია, იმიტომ რომ GDD-ს მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ხარება. ხარება აღარ არის გომელაური. გომელაურის გარეშე არც პოლიცია, არც GDD ბიძინას უკანონო დავალებებს არ შეასრულებს. თუ შეასრულებს, ეს იქნება ძალიან პატარა ნაწილი, ისედაც ცოტანი არიან. სულ ძალიან რო გაბერო გამოდიან 5000-მდე, იმ 5000-დან ნახევარმა მაინც შეასრულა ბიძინას დავალება ცოტაა. კაი, წარმოვიდგინოთ, რომ ყველამ შეასრულა 5000 ძალიან ცოტაა, როდესაც ჩვენ იმდენი ვართ, რომ ქალაქს ვავსებთ. აი იმ დღეებში, როდესაც ვახტანგ გორგასალს დროშა დავაჭერინეთ ხელში, ხო გახსოვთ ეს დღე? რამდენი ვიყავით? 12 მაისი იყო. 300,000 ადამიანი იყო ქუჩაში. 300,000 არც კი ჭირდება რევოლუციას. მესამედიც ეყოფა და რეალურად მე-6-ედიც ეყოფა. მაშინ, როდესაც არსებობენ საქმის ბოლომდე მიმუყვანები და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ და ესეთები ვართ ჩვენ, ვინც 4 ოქტომბერს ვაკეთებთ. და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ტიტუშკების ინსტიტუტი და GDD-ც ჩამოშლილია. ამიტომ ნუ ღარაფრის ნუ შეგეშინდებათ. გამოდით ყველა გამოდით იმისთვის, რომ შვილიშვილებს რომ მოუყვებით ისტორიას, თუ მოუყვებით, არ შეგრცხვეთ მოყოლა. თუ არ გამოხვალთ 4 ოქტომბერს, ვერაფერს ვერ მოუყვებით. მოსაყოლი არ გექნებათ. იქნებით იმ კაცის როლში, რომელიც ბაბუშენ მოგტყნეს თუ მოგკლესო. და მოგიწევთ თქმა, რომ მე მომკლეს ბაბუ. აი მაგ ანეკდოტის გმირი რო არ იყოთ, ყველანი უნდა იყოთ რუსთაველზე ვერ დავეტევით, სავარაუდოდ უნდა იყოთ თბილისის ცენტრში, მთელი საქართველოდან.
მთელი ბათუმი აქ უნდა იყოს, იმიტომ რომ ახლა რამოდენიმე დღის წინ შტორმი რომ მოხდა, ხო დაინახეთ რას დაემსგავსა ზღვა. ასე დღეში ზღვა იმიტომ კი არ იყო, რომ შტორმია, შტორმები რამდენჯერ ყოფილა და რაც კი ზღვა არსებობს, იმდენი ხანი შტორმები არსებობს. ასე დღეში ზღვა იმიტომ ჩავარდა, რომ ქოცებმა ბუნება მოსპეს. 13 წელიწადში იმდენად გაანადგურეს საქართველოს ბუნება, რომ ზღვას არ გავს. ხარაგაულს რა დამართეს ხო ნახეთ? სოფელი აღარ არსებობს. ზესტაფონთან არის კიდე სოფელი ფუთი, იგივე ბედი, ელის მასაც. გვირაბები ისე აშენეს, რიკოთის გვირაბები და სარკინიზოს გვირაბები, რომ სოფლები დაანგრიეს. შეუძლებელია ამათი გაგრძელება, უბრალოდ შეუძლებელია. ესენი ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რაც ვერასდროს ვერ გამოსწორდება. არ აღდგება გელათი. არ აღდგება ოქროს საბადოები რო ააფეთქეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დამოუწყდა იმ ადგილის სახელი. ძალიან ბევრი რაღაცა არ აღდგება ამათი ნამოქმედარი. ძალიან ბევრი რაღაცა სამუდამოდ მოსპეს. ისტორიული არკა კახეთში, რომლის ქვეშ გაიარა უზარმაზარ მანქანამ და არკა დაშალა. ის არკა აღარასდროს არ ადგება. ძალიან ბევრი ისტორიული ობიექტი მოსპეს სამუდამოდ. მოსპეს ბუნება, მოსპეს ისტორია. სპობენ საქართველოს. საქართველოში გადასარჩენი რაღაცა ძალიან ცოტა დარჩა. და ეს გადასარჩენი რაღაცა ვართ ჩვენ ხალხი, რომელიც უნდა გამოვიდეს 4 ოქტომბერს ქუჩაში და ბიძინა დაასრულოს. ბიძინას რო დავასრულებთ, მერე დავიწყებთ რუსეთის დასრულებას. ძალიან ცოტა მოკლე დროში აღვადგენთ ჯარს. წყობში მოვიყვანთ ჯარს და დავიწყებთ საქართველოს დეოკუპაციას. მთელს ჩვენ ტერიტორიაზე აღვადგენთ სახელმწიფო კონტროლს. დავამყარებთ კონსტიტუციურ კანონიერებას. ამისთვის უნდა გამოვიდეთ 4 ოქტომბერს. ბოლო ლურსმანი, ბიძინას დამხობა ერთ-ერთი ბოლო ლურსმანთაგანია რუსეთის კუბოში. ბოდიში რო ენა მერევა, ეს ყველაფერი ბრეკეტების ბრალია. კიდევ ერთხელ ბიძინას დამხობა ერთ-ერთი ბოლო ლურსმანია რუსეთის კუბოში. ყველას გვინდა რუსეთის კუბოში ლურსმნის ჩარტყმა. ყველას გვინდა. ვინც ქართველია, ყველას უნდა. ვისაც არ უნდა, ის ქართველი არ არის. ჩავარდყათ, ჩავარჭოთ ეს ლურსმანი რუსეთის პუტინის კუბოში 4 ოქტომბერს. ყველანი გარეთ. ბიძინას ვამხობთ.